გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჭო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მეტი мотивაციას წარმოგიდგენთ კომპანია მეტი პლუს ჯგუფი. მოგესალმებით, მეტი мотивაციის სტუმარია გიორგი ხოხოფელიძე, ექიმი, ონკოლოგი. ძალიან მიხარია, რომ მეტი мотивაციის სტუმარი ბრძანდებით და ალბათ ყველა ადამიანმა გაგიცნოთ პანდემიის დროს. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ინდივიდუალურ პანდემიას, იქ სრულიად შემთხვევით გავხდი საზოგადოებისთვის საინტერესო, იმიტომ რომ იმ პერიოდში არც გეგმაში არ მქონდა რომ რაღაცა სოციალურ ქსელში ყოფილიყავი ესე აქტიური. მე მანამდე ვიყავ ზოგადად აქტიური, ოღონდ სამედიცინო სფეროში უშუალოდ და ძირითადად მისცემდა ხოლმე სამედიცინო საზოგადოება. მაგრამ ესე პაციენტები არა. ძირითადად ექიმებისთვის იყო განკუთვნილი გვერდები ხოლმე და ნელ-ნელა ნაკადი პაციენტებისა იმატა ჩვენს გვერდს. ხო და მე პაციენტები რო უფრო მეტი იყო ვიდრე ექიმები და მათ გამომართული კითხვები რო უფრო მეტი იყო ვიდრე თქვათ საზოგადოებას უჩნდებოდა ხოლმე იმ ეტაპზე სამედიცინო კუთხეში, დავიწყე პაციენტებისთვისაც ვიდეოების წერა რა. და აი ესე ნელ-ნელა იმ პერიოდში საქართველოში ძალიან ჭირდა რა სამედიცინო ინფორმაციის მოძიება, ესე მარტივი გასაგებიანით. ძირითადად იყო სამედიცინო ტერმინები, რომელიც ძალიან რთული გასაგებია იყო. და ძალიან კარგად ესმოდა საზოგადოებას. ხო, მათთვის გასაგებიანაზე რომ როცა ვიღაცა ხსნიდა, ესეთი ძალიან თქო მისაღები აღმოჩნდა მათთვის და აქედან გამომდინარე გავხდი იმ პერიოდში აქტუალური, თორემ რაღაც ეს გეგმა რო თქვა მე პერიოდში ყოფილიყარ პოპულარული არც მქონია და სრულიად შემთხვევით. თან არ ვიცი, ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ შეცვლილა მაგით რო გითხრათ, ხა მაინც 24 წუთი სახში ვიყავი, მუშაობდი, იმ პერიოდში ჩაკეტილი იყო ყველაფერი, დიდად ჩემზეც არაფრით არ შეცვლილა, ჩემი ცხოვრებას არ შეუძლია. მაგრამ საზოგადოებისთვის უფრო რაღაცა ნაყოფიერი აღმოჩნდა რა იმ პერიოდში, რომ ძალიან ბევრი მანდიერი ადამიანი ხვდებოდა. იყო და როცა ქუჩაში გავსვა ძალიან მიჭირდა ხოლმე და ეს ძალიან მაფერხებდა, იმიტომ რომ არ ვიყავ მიჩეული ამ რაღაცებს. ანუ მაინც როცა ექიმი ხარ, მიჩეული ხარ, რომ უფრო პაციენტი გნახულობს კაბინეტში და იქიდან ამახსოვრდები და არა ტელევიზიიდან. ხო და ეხა უკვე ტელევიზიიდან უფრო მცონდა ხალხი ვიდრე თქვათ კაბინეტიდან, ცოტა ისეთი მომენტი იყო რა, მაღაზიაში რაფერს ვერ ყიდულობ, ანუ აფთიაქში რაფერს ვერ იღებ და იბოჭები ძალიან რა და უჩვეულოა და ეხა ბოლო 1-3-4 წელია უკვე აღარ ვაქტიურობ აღარსად რა, ძალიან იზოლირდი რომ ჩემს იმ დროინდელ ცხოვრების რითმს დავუბრუნდე და მიხარი რომ ესე ისწოდი რითმია. ეხლა ქუჩაში შვიათ გადავადგილდები ხოლმე დიდად არავინ ასე თქვა არ მორბის და გიორგი ექიმ რაღაცა შორიდან ვცნობენ, მაგრამ ესე აქტიურად უკვე აღარ. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყავთ პანდემიის პერიოდში, დღესაც რა თქმა უნდა, თუმცა იმ პერიოდში ძალიან სასარგებლო რჩევებს იძლეოდით და ამით ადამიანები იკვებებოდნენ სწორად და სწორად ებრძოდნენ პანდემიას. დღესდღეობით მას შემდეგ ძალიან ბევრი ინფლუენსერი გამოჩნდა, ხო, ალბათ ამით ახმებით და სხვადასხვა კი და არის ხალხი, რომელსაც კარგი კონტენტი აქვს ძალიან. ან როგორ უნდა გავიგოთ სწორია თუ არა. კარგი ამბავი ის არის, რომ დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი წამოვიდა და ნებისმიერ შეუძლია რომ უცებ კონტრარგუმენტი მოგიტანოს. რა თქმა უნდა, თუ სწორად გამოიყენებს ამ ხელოვნურ ინტელექტს. შეუძლია აი უცებ თქვა და ესეც რომ მოყვებით, ეგრევე გადაამოწყოს ხოლმე კითხოს აბა ChatGPT არის მზად იმისთვის რომ ჩვენ სამედიცინო რჩევები. ხელოვნური ინტელექტი არის თორემ მაგისთვისაც შეიძლება დღეს ესეც სულ ფასოვნად არ არის, მაგრამ ამის ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს რომ ვაჯობოს კიდევაც. და დღევანდელ დღეს თუ ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ხშირ შემთხვევაში იმ ინფლუენსერებს უბრუნდები, ბოლომდებით და ამის პასუხი მიმეღო, ძალიან ბევრი დიეტოლოგები გამოჩნდნენ, ბევრი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც უამრავ რჩევას გვაძლევენ, ჯგუფას გვარიგებენ ეგრეთ წოდებული. დიდი მადლობა რა თქმა უნდა, თუმცა მაინც არის რისკი, მე ამას ვამბობ და ამას ძალიან ბევრი ადამიანი უჯერებს. ხვდებით ხომ შეიძლება ამან გამოიწვიოს, აი სამედიცინო ენაზე რო ავიღოთ ისეთი დაუშვათ უკუჩვენებები, რაც მე შემდგომში ძალიან რთული იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხო, ეგ მართალია. და ზოგადად კარგი რჩევა იქნება ის, რომ ყოველთვის ძალიან კრიტიკულად თვალ შევხედოთ ხოლმე. მათ შორის ჩემს რჩევებსაც, ამ ნებისმიერ ადამიანის რჩევებს ყოველთვის შევხედოთ ძალიან კრიტიკულად და რჩევები ზოგადად უფრო განსაკუთრებულად უნდა მივიღოთ და რაღაცა ესე ინდივიდუალურ დონეზე გასათვალისწინებლად. შეიძლება ვიღაც რაღაცას ყვება, მაგრამ ის ესე პირდაპირ აი ხვალ ხა მე ხარ იქ როგორც იყო ესე გადმოვიტანო ჩემს თავზე, ეს არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, როგორც ვქი აღნიშნეთ, არის ბევრი კარგი მოსაუბრებიც, კარგად გადმოსცემს საკუთარ რჩევებს, თუმცა ისეთებიც არის, რომლებიც უფრო პოპულარობის კუთხით არიან ხოლმე აქცენტირებულები, რომ აი თქვა ვიდეომ გაისროლოს და აქედან გამომდინარე უფრო აკეთებს პოპულისტურია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ხო, ესე შეიძლება ითქვას, მაგრამ ვისი რჩევაც არ უნდა იყოს. ეს მე ვიქნები, ვინმე სხვა იქნება, სანდო ექიმი იქნება თუ არა სანდო იქნება, ყოველთვის ძალიან კრიტიკულები ვიყოთ და ყოველთვის ვიქონიოთ ჩვენი საკუთარი აზრიც. ბევრი ადამიანი საქართველოსთან მიდის ამ კურნალ თურქეთში. და არის არასწორი დიაგნოზები, არის არასწორი მკურნალობა. მიდიან და ამას შეიძლება ბევრი ახსნა ქონდეს რა. ეხლა მაგალითად არის კლინიკები, რომლებიც რამდენიმე საათში შეიძლება სრულფასო ინფორმაციას იძლეოდნენ.
მაგრამ ეს კლინიკები საქართველოში ძალიან ცოტა არის და პაციენტების უმრავლესობა როცა მართავს ხომ რაღაცა კლინიკას ხომ იქ ქირურგია არ არის, უნდა წავიდეს მე სხვა კლინიკაში, იქ უნდა გაიკეთოს რაღაც კვლევა, მე ბიოპსიური ქსოვი უნდა გადამისამართეს პათანატომიის ცენტრში, იქ უნდა დამუშავდეს, მე იმის კვლევა, მე აქ რადიოლოგიური კვლევა უნდა გაიკეთოს სხვა კლინიკაში იმის პასუხები და ეს სადაც შეიძლება გავიდეს ერთ თვე. კომუნიკაცია ექიმებს შორის შეიძლება არ იყოს სრულფასოვანი, იმ ექიმს სხვა ინფორმაცია ჰქონდეს, ამას სხვა ინფორმაცია, იმას სხვა ინფორმაცია აქვს და უკვე პაციენტი ამ დროს იმას ეკითხება, ის თავის ასეულნება, ამას ეკითხება. ესეთი სხვაგან ნაკლებად ხდება. აი ხა მაგალითად თურქეთში ხა შაშან ზაფხულში ვიყავით ასასვენებლად, მამას აქვს თირკმლის პრობლემები და იქ დამჭირდა გარკვეული ნიმუშების გაკეთება თირკმლებზე, მამაჩემისთვის. რა ხა ვისვენებლით აი ქვე ახლოს ყოლის კლინიკაც, ვიფიქრეთ, მოდი ხარ შევიაროთ, თან დავათვალიეროთ რა ხდება ესეთი მაინც. ჩვენ თვალითაც ვნახოთ. შევედით და სიმართლე გითხრათ ძალიან მოყოლი დავჭი, იქიდან გამომდინარე რომ აი ზუსტად ჩვენ შესვლიდან რამდენიმე საათში ყველა კვლევა იყო სრულფასოვნად მზად. სრულფასოვნად, აი არ ჩაწერილები არ ვიყავით, არაფერი, მაგრამ მე როგორც ახლა ექიმმა, მე რაც ჩემი თვალით დავინახე, ეს იყო ის რომ ანუ რამდენიმე საათში რადიოლოგიური კვლევა, თავისი ბიოპსიით, თავისი პასუხებით, თავისი მორფოლოგიით, თავისი იმუნოსტოკიმით, ყველაფრით. რამდენიმე საათში სად იყო. და ჩვენც ხო შეგვიძლია საქართველოში არაერთი ნიჭიერი ექიმი გყავს და რატომ გყავს ეს პრობლემა? საქმეში კი არ არის რომ თქვა ნიჭიერი ექიმებში არა, საქმე ექიმებში არის ტექნიკა და რესურსი. ერთ კლინიკაში აკუმულირებული ძალიან ცოტაა. აბა აი ჩამოთვალეთ რამდენი კლინიკა იცით სადაც ეს ყველაფერი კეთდება ერთიანად. ესეთი საქართველოს თბილისში არის სულ რამდენიმე კლინიკაა. მაგრამ აი იქ რო თქვა კარგი ექიმი იმ კლინიკაშია, კარგი რადიოლოგი იმ კლინიკაშია, ძალიან გაშლილია და პაციენტს უწევს ასე რომ თქვა წინ უკან ტრიალი. ხო და ეს წინ უკან ტრიალი იმის აზრი, ამის აზრი, იმის აზრი, იმანის თქვა, ამან ეს თქვა პაციენტს აბანებს და იქ ესე არ იყო, ანუ იქ ერთი ექიმი გესაუბრება, დანარჩენს არანაირი კონტაქტი არ პაციენტთან, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, არანაირი კომუნიკაცია არ არის, მხოლოდ ბოლო დასკვნის სახით უკვე ექიმი გაგესაუბრა და გეტყვით, აი ეს არის. всё. მითხა ერთი კითხვა დაგისვა, ძალიან ხშირია ხოლმე მეხსიერების პრობლემა. აი ჯანმრთელ ადამიანებში და რაღაცები გავიწყდება. როგორც ექიმს მინდა ვკითხო, ეს რა ხდება? გამიკვლევები მე ჩავიტაროთ ამ შემთხვევაში, თუ ეს უბრალოდ გადაღლილების პრობლემაა? პირველ რიგში, ანუ ყოველწლიური მართოთ ხოლმე ნევროლოგს, როცა მეხსიერების პრობლემები გვაქვს, მაგრამ თუ თქვა ნევროლოგამდე ვერ მივედით და ჩვენი აზრით უბრალოდ თქვა ინტერესებს წინსწრებად რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები, უნდა დავაკვირდეთ რამდენად გამოკვეთილია ეს მეხსიერების გავრცელება ყოველდღიურობაში, ან რა მავიწყდება. მავიწყდება თქვა შორეული ინფორმაცია, თუ მავიწყდება უახლოესი ინფორმაცია. გარდა ამისა, საინტერესოა ჩვენი რიტმი როგორია ცხოვრებისა. თუ მე ხა დაკავებული ვარ თვეების განმავლობაში და დღის ბოლოს რაღაც ამომივარდა თავიდან, ეს მარტო შეიძლება იყოს სტრესული მექანიზმებით გამოწვეული. სხვა რაღაცები ხა რაც შეიძლება მეხსიერების გავრცელებას ხელს უწყობდეს, ეს შეიძლება იყოს თქვა ნაკლებობა რკინისას სხეულში, რკინა საკმარის რაოდენობით არის ხოლმე ჰემოგლობინის სინთეზი მცირდება და ამიტომ ჟანგბადის სხეულში ნაკლებია და მეხსიერებაზე საისახება. ეს შეიძლება იყოს ნაკლებობა ვიტამინი B12-ისა, მის ნაკლებობა მეხსიერებას კვეთად ავარესებს ხოლმე. ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯგუფის ფუნქციის დაქვეითება, როცა თქვა ფარისები არ მუშაობს, მეტაბოლიზმის სხეულში ძალიან მცირდება და მეხსიერებაც უარესდება. ეს შეიძლება იყოს უძილობა და ძილის აპნოე, როცა ღამის საათებში ადამიანი ხვინავს ხოლმე და დილით მეხსიერება შეიძლება გავარესებული კონდეს. ეს ასევე შეიძლება იყოს ტყვით მოწამვლა, ბავშვებში ხშირია ხოლმე, როცა ტყვია მაღალია სხეულში ნევროლოგიური დარღვევა ბევრია. ეს შეიძლება იყოს ფოლიმშავის დეფიციტი, ეს შეიძლება იყოს ბევრი რაღაცა, ანუ ეს ძალიან რთულია, აი, ბევრად უფრო, აი, იცით, ხშირადაც აი, მოდი ახლა ეს პაციენტები, აი, ერთ კითხვას როცა დაგისვამენ ხოლმე, მეც მინდა რომ იგივე კითხვა დავსვა ხოლმე, აი, წამოდით, ხარ გამომწიებელი და თქვა მეზობლად ვიღაცა მოკლეს და მე ჟურნალისტი ვარ და მოვედი და გეკითხებით, აი, კვლევი ვინ არის? ანუ ძალიან რთულია ხო ეს პირდაპირ პასუხი გავცეთ, იმიტომ რომ შეიძლება ფეხი დაუცდა, შეიძლება მეუღლე იყოს, შეიძლება მოვალე იყოს, შეიძლება მევალე იყოს, შეიძლება თვითონ გადმოვარდეს რაღაციდან, ანუ თუ არ შევისწავლეთ ყველაფერი ესე როგორ დავადგეთ უცებ, ფუ პასუხი ძალიან რთულია. და ჯანმრთელ ადამიანს დავუშვათ, პირობითად რა კვლევა შეიძლება ჩაიტაროს წელიწადში ერთხელ პრევენციის მიზნით, რომ თუნდაც არ გახდეს მე მომავალში თქვენი პაციენტი. მაგალითად, ეხლა მე თუ არ ადამიანი 25 წლის ფარისებრი ჯგუფს აუცილებლად დავათვალიერებდი, იმიტომ რომ 25 წლიდან ზევით ფარისებრი ჯგუფის უტრაბგერთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯგუფის სიმსივნების დროული აღმოჩენისთვის. ეს ერთი, მეორე საშინაო სქელის კვლევა გოგონებში 25 წლის ზევით. მესამე, ვინც არის თქვა 55 წლის ზევით, მე ესე ვიტყოდი, არა 50, არამედ 55 წლის ზევით, კერდის კვლევები სარძევი ჯგუფისა ქალებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალბატონი არ მართავს ხოლმე, ან ერთხელ გაიკეთებს და მე მივიწყებს, აი, რომ ეკითხებით ხოლმე, აი, იყავით სკრინინგზე, კერდი შემოწებულია? კი, როდის იყავით? 10 წლის წინ. ანუ 10 წლის წინ დიდი დრო გავიდა, ანუ ამაში რეგულარული ხასიათი ქონდეს, ანუ ერთხელ მისვლა ნიშნავს, რომ უკვე მოგვარდა პრობლემა.
ამას ყოველწლიური ხასიათი უნდა ქონდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ მინიმუმ მაინც თუ არაფერი დარღვევა არ იქნება ხოლმე. გარდა ამის ეს არის განავლის ანალიზი ფარულ სისტემაზე მამაკაცებში 50 წლის ზევით. განავალი ბარდება და ამოწმება ხოლმე ფარულ სისტემას, ამოწმება დნმ-ის შემცველობასაც შემდეგ ეს სამნიშნავი წელიწადში გაკეთებული იყოს. ასევე თუ მწვევი ადამიანი ყოველწლიურად შეიძლება გაკეთდეს დაბადოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია თუ მაღალი რისკის ჯგუფშია ფიტის სიმსივნეებზე. გამოკვლევები ყოველთვის შეიძლება გაკეთებული იყოს აი ამ უფრო ონკოლოგიურ კუთხით და აი მე მაგალითად ახლა ჩემი სუბიექტური აზრით თუ გაინტერესებ მე ასევე დავამატებ ლიპიდების კვლევას ან ქოლესტეროლის კონტროლს, იმიტომ რომ ქოლესტეროლი ეს არის ჩუმი რა ადამიანებში, როცა ის ქროვდება ხოლმე სხეულში ეს არაფერი ჩივილი არ გვაქვს, ამ სისტემურ ბომბი არ დაიხშობა და მე ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ამ მსგავს დარღვევაში შეგვაცხებს ხოლმე, რომ ქოლესტეროლის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. გარდა მაგისა, შაქრის კონტროლი, გლუკოზის კონტროლი. როცა ადამიანს თქვა მიდრეკილება აქვს დიაბეტის, კენწოვანი დიდი აქვს ხოლმე, ბევრმა არ იცის რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს და მეხსიერება სწორედ აქედან გავარსებული შეიძლება იყოს და არ ამოწმებენ ხოლმე. ან ამოწმებენ არასწორი ტესტებით. ასე რომ კონტროლი ბევრი ამისა შეიძლება. ეხლა მაგალითად, მეც ეხლა წინა დღით მეც ვიკეთებ ხოლმე ეს პერიოდულად კვლევებს და მიუხედავად იმისა, რომ თქვა ექიმი ვარ და ძალიან ბევრი წელს მე თვითონ ვიცავ ეხლა ჩემს თავზე ხო, ანუ მეც ბევრი დარღვევა აღმოაჩნდა, იმიტომ რომ ანუ ადამიანები ვართ, ჩვენი ყოველდღიურობა ესეთი არის, რომ რაღაცები მცირდება, რაღაცები იმატებს, მოხმარებადი ჩვენს სხეულში კონტროლი ყველაფერს სჭირდება. და ზოგჯერ მეუბნებია ხოლმე სიამაყით, რომ აი მე დღეს მოვედი პირველად ექიმთან, აქამდე ექიმთან აყოფი არასდროს არ ვიყავიო. ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა. ეგ ამობე ხოლმე სიამაყით იმის სადემონსტრაციოდ, რომ აი ჯანმრთელები არიან და აი არ იყვნენ ექიმთან ამყოფები და ეხლა მოვიდა. ეგ ცუდი ამბავია ძალიან. დეიდა გარდამეცვალა შარშან გარდაიცვალა პანკრეასის სიმსივნით. ხო და დეიდა ჩემს ესეთი ჩვევა ჰქონდა სახში ხა ბუნებრივია მეც და ჩემი და ორივე ექიმები ვართ და არ დაგვიჭერა რა, ანუ არავითარ შემთხვევაში ის ცალკე ცხოვრობდა, ჩვენ სხვაგან ვიყავით, მაგრამ ეს რამდენჯერმე დაჟინები, ჩვენ დაჟინების მიუხედავად, ანუ არაფერ კვლევას არ იკეთებდა და ბოლოს ესეთ ძალით ჩამოვიყვანეთ და ანუ ესეთი რაღაცა მითხრა მანაც, რომ აი არაფერი არ მაწყობდა, რატომ უნდა გამეკეთებინაო. გარდაიცვალა პანკრეასის სიმსივნით. ანუ ის ფაქტი, რომ ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ეგ არა მოტივი იმისა, რომ არ უნდა გავიკეთოთ. ანუ ეგ სწორედ იმის მოტივი არის, რომ მივიდეთ და შევამოწოთ, რომ მე არ შეგვაწუხოს. ხო და სკრინინგზეც ეხა მე რო პაციენტს ვამისამართებ ხოლმე, იცით რას მეუბნები პაციენტები, ეგ იმ არ მაწუხებს, რატომ იშვათ. სწორედ მაგითო, რომ დროულად ვიპოვოთ. რატომაც ხალხს გქონია, რომ როცა სიმსივნე სხეულში ჩდება, თავიდანვე იქნება რაღაცა ხველა, ან ეგრევე წონაში კლება, რაღაცა თქვა სიცხეები, ან რაღაცა უფლიანობა, რაღაცა ეგეთი ჩივილები. არ არის ეგეთი ჩივილები. სამ 4 საათში არ გადავა პაციენტი არაფერი ჩივილი არ აქვს. და როცა ჩივილები უკვე იწყება, მე ჩვენ მას დახმარება ძალიან გვიჭირს. ასე რომ ჩემი ჩვევა იქნება თუ თქვენ ამას უსმენთ, აუცილებლად მიხვიდეთ სკრინინგ ცენტრში და თუ თქვენ არა, თქვენი მშობლები მაინც მიიყვანოთ და სკრინინგ ცენტრში აუცილებლად შემოწმებინოთ სარცევჯირკვალი, ფარცევჯირკვალი, სხვინაცლავი, პროსტატა მამაკაცებში არ დაგვაუწდეს და ფირტვები თუ მწვევია. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რჩევები იყო. ახალი წელი მოდის და ფაქტია ქალაქშიც იგრძნობა საახალწლო დაწყობა. ეხლა იქნება ძალიან ბევრი ღვინო, ძალიან ბევრი ალკოჰოლი და ტოქსიკებთან დაკავშირებით, აი როგორ რას რა. კი, ამ პერიოდში სხეული ამ პერიოდში ეს არის ვიხარია, რჩევებს მისცემდით ადამიანებს, როგორ შეიძლება დავუშვათ სამი რჩევა მივცეთ, რომ ეგრეთ წოდებული ნაბახუსები მარტივად დავწეროთ. მოდი ნაბახუსები თუ არ გავუკეთესი იქნება საერთოდ, მაგრამ აი თამაც ეგონა დავწლიოთ. პირველ რიგში ჩემი ჩვევა იქნება, რომ ალკოჰოლი ძალიან ზომიერად მივიღოთ. საქართველოში ხარ რთული ამის ხმა ალკოჰოლი ზომიერად მიიღეთ, რომ ბოლოს ჩვევართ ეს ქვეყანა, რომელსაც ეს ყველაფერი წამოიწყო და ღვინის უმეტეს ახალწელს. ხო, ღვინის ქვეყანაში ხა ვიღაც უთხრა ალკოჰოლი არ მიიღეო. არ ამგონია ეს სასიამოვნო იყოს მათ მოსასმენად და ამის გამო ძალიან ბევრი შემიძლებს. თუმცა აი ეხა ონკოლოგიური პაციენტებს მეტყვია ხოლმე რა ერთი ჭიქა წითელი ღვინო რო დავლიო ეს ხო წამადგება. თუ ზოგადად ალკოჰოლს რაც პროცენტს მივიღეთ, უფრო უკეთესი იქნება ჩვენი სხეულისთვის. მე მესმის რომ შეიძლება თქვა ესეთი მიდგომით ვიხოთ რა ერთი ჭიქა. ვარ გამონაკლისი არ არსებობს რა, არანაირი გამონაკლისი არ არის, არანაირი ზომა არ არსებობს ალკოჰოლისა, რომ ნორმად ჩაითვალოს, ან არანაირი 0 მილილიტრი. ესაა ნორმა. ანუ გამოდის რომ ალკოჰოლი, მოდი მაშინ აუხსნათ ადამიანებს რას აკეთებს ალკოჰოლი. გავიგეთ. ალკოჰოლი რა შუა. ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმში, ალკოჰოლი ეს ეთანოლი. ეს არის სპირტი, რომელიც ადამიანის სხეულში აღმოჩნდება ხოლმე, გარდაიქმნება ალდეჰიდად. და ეს ალდეჰიდი არის აცეტალდეჰიდი. ის ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და ასევე შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნებიც. გამოიწვიოს სიმსივნები როგორც ღვიძლისა, ერთ-ერთი პოტენციური კარცინოგენია ღვიძლისთვის, ასევე ხახისა, ხორხისა, სარძევი ჯირკვლისა. ალკოჰოლში კარგი მართლა არაფერი არ არის. სადღაც კიდევ ხალხს გქონია რომ აი თუ გაცილებული ვარ და დავლევ ალკოჰოლს ეს ვირუსებს ჩაკლავს. მთელი ბავშვობაც ესე გავიზარდე რომ აი
თუ კაცებული ხარ, ერთი ჩიქა გადაკარი და ეკავს ილირს. და მეორე. სამწუხაროდ ეგრე არა, ჩვენ მაგდენ ალკოჰოლი, ჩვენ მაშინ ძალიან პირველი ალკოჰოლი დავლიოთ, რომ ვირუსზე მოკვდათ, ანუ ხვდებით ხო, ის დალეული ალკოჰოლი მხოლოდ საკლაპაში ჩარიცხავს და ეგა მეტი არაფერი გამოხდება, ანუ არანაირი ვირუსი მაგით არ მოკვდება, ანუ ეგ მხოლოდ ფანტაზიის. ჩვენს გვინდა რომ იყოს. ერთი არა გვინდა და მეორე რა ხდება? არ ხდება ეგრე. მაგრამ მესმის ახლა შეიძლება განწყო ყველას გვინდა რაღაცა შევინარჩუნოთ და ახლა გიორგი ექიმის გამო ალკოჰოლზე შეიძლება არავინც არ თქვას, მაგრამ ძალიან ზომიერად. მეტი მოტივაციას წარმოგიდგენთ კომპანია MetiPlus ჯგუფი. საქართველოში თამბაქო ძალიან აქტიურია მოგეხსენებათ. და უამრავი რამ არსებობს მისი ჩასანაცვლებლად, ელექტროსიგარეტი და ანთასი რამე მოიგონეს იმისთვის, რომ თამბაქო ალბათ უფრო მეტად პოპულარული გახდეს, ვიდრე არის. ნახეთ, ყველა ჩვენგან ჩვენი თავისუფლების ჩარჩოები გვაქვს. ჩვენ რაც გაგვიხარდება, შეგვიძლია ის გავაკეთოთ. უბრალოდ არსებობს რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება შევასრულოთ, ან არ შევასრულოთ. ეხლა მაგალითად მე მყავდა პაციენტი ფირთვის სიმსივნით, მე-4 სტადიის სიმსივნე იყო ფირთვისა. წეველი იყო, რო გკითხე რომ მეც დახართ მეთქი წეველი, რა ვიცი, რა სკოლა დავამთავრე იქ დამოყოლებული წევიო და ერთი უკვე გასული იყო ალბათ 60 წელი მაინც. ხო და ფირთვის სიმსივნე იყო მოდებული იყო ყველა ორგანოში აბსოლუტურად, იყო სპეციალური აწამაც. აბებზე იყო სპეციალური მუტაცია აღმოაჩინდა და თავისი წამარი დაუნიშნეთ, რომ ეს დაავადება გაიჩერებინა და გავაფრთხილეთ, რომ ამ წამთან ერთად მოწევა არ შეიძლება. თუ არა და წამარი არ იმუშავებს. დამიქნია კი ოღონდ მე კიდევ ეხლა ვიცოცხლო და აღარ მოწევ. და იქვე ჩვენს თვალწინ დაიბიცა ყველაფერი მითხრა, აი პირობას ვდეფო, აი ისე გავიყვანა ყველაფერს, რომ არ ვიზამო და გამიხარდა მე სიამაყით რაღაცა ვიფიქრე, აი პაციენტმა დამიჭირა და დღეს ბედნიერი ვარ, საშინად ბედნიერი ვარ და გავდივარ ეხლა კლინიკიდან, მანქა რაღაც უნდა გავიდე უცებნა ჭამალო, დაბრუნდა საკოლექციაზე და ხედავ ეწევა გარეთ. დამინახა თუ ეგრე დამალახო მე რომ ვითო არ დამინახოს ექიმაო და მოკეთე, ისეთ მოცემულობა არის რა, ძალიან რთული ადამიანი რომელიც მიჩვეულია გადააჩიო. ძალიან რთულია. ადამიანის სიკვდილს უყურებდა თვალებში და მაგის მიუხედავადაც კი მოწევს თავი არ დაანება. მაგის მიუხედავადაც კი მესმის დამოკიდებულება სხვა მოცემულობაა და ძალიან რთულია მაგ მოცემულობაში ჩვენ ასე თავი ვთქვათ, მაგრამ აი მოდი მე გეტყვით რამდენი ხირი სიგარი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ. არც ერთი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ახალგაზრდებში მით უმეტეს ენერგეტიკული სასმელი და პლუს ამასთან ერთად ალკოჰოლი. რა ხდება ამ დროს? მე როგორც გამეორდე, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი თავისუფალი არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია რაც გაგვიხარდეს, ის გავაკეთოთ. ენერგეტიკულ სასმელებში კარგი არაფერია. მართ. მეც ახლა როცა ახალგაზრდა ვიყავი და პატარა ვიყავი და სამეცნიეროს ჩავაბარებდი, მეც შეიძლება თქვა გამეცნიერო. არის ყველა მოვწონე რომ არ არის ეს კარგი. თუმცა კი, ვიცით რომ არა, ჩვენ სწორედ ეგ გვინდა, რაც რო აკრძალული, აი ის სიამოვნებს უბრალოდ რომ. თუმცა უფრო სიღრმისეულად რო ჩავიდეთ, რამდენად მავნია ადამიანის ორგანიზმში. საშინლად მავნია, განსაკუთრებით გულისთვის და სისხლძარღვებისთვის რა. შიგნით არანორმალური დოზაა კოფეინისა. ეგ დოზა, რაც მასშია და ის გლუკოზა, ის ნახშირები, რაც მასში არის, სხეულისთვის მაგ კარგი არაფერი არ არის. და ძალიან ტოქსიკურია. მე მეორეც იმ თავსახურს არც კი რეცხავენ ხომ პირდაპირ იყიდიან, მოხსნიან და გადაკრავენ ხომ. ეს უამრავი ტვერია. იმას მორიცხვა ჭირდება. მაგას სულ თავი დავანებოთ მაგ ყველაფერს. ანუ შიგთავსო სულ თავი დავანებოთ, ხო? პრობლემა ყველა ფრონტზე აბსოლუტურად. ახლა ბავშვებმა ეს ყველაფერი არიციან. ბავშვების პერიოდში ყველაფერი სხვაგვარ აჩანს. ახლა ბავშვს რომელიცაც არანაირი გამოცდილება არ გუთხოვენ, ახლა აი ეგეთ ცუდია და არ დადიო. მაინც ალევ. ეხლა წინადღით ახლა ჩემი ერთი მოსწავლე მე შევოდა ქვია ენერგეტიკოს სამდე კუჭით გიო და ლამის წყულია გახრეტილია კუჭით. ჩემპიონები არ დალიო და მაინც მეორე ხელში ენერგეტიკოს სასმელს სვამდა, ანუ გამაგიჟა მშობელი დავიბარე რომ მე თქვა რომ იცი რა სასწრაფოდ აკონტროლოთ ეს ბავშვი რომ მეტი აღარ დალიოს გახრეტილია კუჭი და მშიერზე კიდევ ენერგეტიკოს სასმელს სვამდა. კვლევები არის ამის? კვლევები, ნახეთ როგორ რაღაცა, ეს გიგანტური კორპორაციებია, რომლებიც ამერიკეთის სასმელებს აწარმოებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს კვლევები ზოგადად ნაკლებად იყოს, ან თუ იქნება, მიჩხმული იყოს მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, მასში კიდევ ადამიანები დღესდღეობით დაღლილობას თვითონ დასწრეს ამით ჩვენიან და აქედან გამომდინარე ძალიან აქტიური კითხვა იყო სოთეს. ეს რა შეიძლება იყოს ყველაზე კარგი დაღლილობისთვის ძილი? ძილი გამოწინება ყველაზე ადამიანებს ყველა იცით რა მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი 6 საათი ნაკლები როცა ადამიანს ძინავს. აი ნახეთ მე მძინავს დღეში 4 საათი. თქვენ ძინავთ დღეში 4 საათი. გავჭაღარავთ. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში? მალე ვერდებით, მალე ჭაღრავდებით, მალე გვინაჭრება სახე. ყველაფერი ცუდი. მე ხა ძალიან ძილის საშინად მაკლია. ვიგვიწებ დილის 6 საათზე, სახში ვარ უკვე ღამის 2 საათს და ეს 4 საათიანი ძილი. რაც მე ხა მაქვს უკვე ბოლო უკვე 15-20 წელია, საშინად დამაბერა. საშინად ეს გადამღალა ძალიან გაღიზინებული ვარ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში, ანუ ელემენტარ რაღაცაზე შეიძლება უფრო იმპულსური გავხდე. მე გარდა მაგისა თმა ძალიან სწრაფად გამიჭაღარავდა. ენერგია
და ეხლა მე მართლაც მე ინტერესი მაქვს ჩემს საქმისა, მე ყოველთვის ენერგიული ვარ. მიუხედავად იმისა, მე მძინავს თუ არ მძინავს, მე მაინც სულ პროდუქტიულობას მაინც ვინარჩუნებ რა, მაგრამ ძალიან ძველი მიჭდება ეს ყველაფერი. ანუ გამოდის რომ თქვენ ორგანიზმს ბოლომდე მე თვითონ სპოპ, მე თვითონ სპოპ. ბოლო რესურსზე ხართ. ხო, ეს არ არის ხო, კარგი. საშინლად ცუდია და ეს მე ბოლომდე ნახეთ ჩვენ ისევ პრობლემის წინაშე დავდექით, რომ ჩვენ ვესმის რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ. იმიტომ რომ ეხლა მე ჩემს შემთხვევაში გარემოება მაინც ძილზე უარი არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს, ეცადოთ ისე გავანაწილოთ ჩვენი გრაფიკი, რომ ძილზე უარი არ ვთქვათ რა. თუ ჩემს თავით გინათ რომ მალე დაბერდეთ, მალე გაჯაღრავდეთ, მალე ჩამოგეშავთ სახე, თეიტ გაგზნებული იყოთ, დღის ბოლოს დანგრეული იყოთ, კი ბატონო, 4 საათი წილით და ამას ხე შევწყვთ. რამდენი ფინჯანი ყავა შეიძლება დღის განმავლობაში? რეკომენდირებული რამდენი? ხო, ყავას ეს ყავა ცუდის ხმა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ყავაში ცუდი ნაკლებად და რამე იყოს ფიქრობ არა, 2-3 ჭიქა შეიძლება უთხიც გააჩნია რა ყავაზე საუბარი. ყავას საერთოდ ანუ ეხლა ზოგად არ იმიტომ კი არა რომ თქვა რაღაცა ვერიდებენ რაღაცა უფრო ჩაისტები ვარ უფრო ჩაის პროცესს ამხმოვით ყავს მაგრამ ყავის ცუდი არაფერი არ არის და ენერგეტიკულ სასმელის მაგალითად ყავის დალევა ცუდი იდი არ იქნებოდა იმიტომ ენერგეტიკულ სასმელს რო ჩვენ სვამთ ხომ ანუ თელი იმ კოფეინის დოზას რაც შეიძლება უთჭიქა ყავაში იყოს ერთჯერზე ვიღებთ და სხეულისთვის ეს ძალიან რთულია რა ერთჯერზე ამდენს გამკლავება მაგრამ თუ ჩვენ ამას გადავანაწილებთ თვეების განმავლობაში თქვა ყავის სახით პრობლემა არ არის ამაში არაფერი არანაირი პრობლემა არ არის. ფიქრობ არანაირი პრობლემა არ არის. კარგი, მაშინ რამდენი სასმელს შევეხეთ და ამდენი ვისაუბრეთ სასმელთან დაკავშირებით, მოდით წყალსაც ვისაუბრეთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ დაახლოებით რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში და ასევე მნიშვნელოვანია როგორ უნდა ვაკონტროლოთ ის. რა რაოდენობის წყალი გჭირდება. თუ შევართ ხოლმე ადამიანი ჯამთელი და აბსოლუტურად არაფერი არ გვაწუხებს, მაშინ დღეღამის მიღებული წყლის რაოდენობა საბუბულ ჯამში საკვებით და წყლით დალეულიც უნდა იყოს სუმცირე 2.5 ლიტრი. იმიტომ რომ ჩვენ დღეღამის შარდავთ 2.5 litrს. ეს არის ჩვენი შარდის მოცულობა. ჩვენ წყალს კარგავთ სუნთქვის დროსაც. როცა ჩვენ სუნთქავთ, ჩვენ სულ არ ვთქვით ხოლმე წყალს, ეხლა თქვენ პანჯარას დადგეთ ხოლმე და ამოისუნთქოთ ხოლმე ზედმეტი დაინახავთ წყლის ორთქს. მაგრამ ეს წყლის ორთქი მარტო მაგდროს კი არ ვთქვით, ამოისუნთქეთ. ეხლა თელის განმავლობაში ჩვენ ეს სულ კარგავთ ხოლმე წყალს. გარდა ამისა უფრიანობს. ეხლა თქვენ ვთქვათ საღამოს ფეხს რო გაიხდით ხოლმე წინდები კოფრიანი იქნება. იმიტომ რომ ჩვენ კაი და სულ ხდება ხოლმე წყალი. კაი და ვაურთქეთ, ამოისუნთქეთ, ვაურთქეთ, შარდავთ, ვაურთქეთ, ანუ ჩვენ სულ კარგავთ წყალს. ამიტომ 2.5 ლიტრი სითხე დღის განმავლობაში უნდა იყოს მიღებული მინიმუმ მაინც. ხო და ამ 2.5-ში მარტო ის გამოიზრება, ჩვენ თქვა ჩამოვაწყოთ ვაჭიქა წყალი და დირითორი, შვარდითორი საღამოს ესე კი არა, ანუ უბრალოდ საკვებიან ყველაფრიანა 2.5 ლიტრი წყლის ტოლი უნდა იყოს. ყველაზე კარგი იქნებოდა თქვა გვემოწებინა მაგალითად შარდის ფერითაც მაგალითად. ანუ თუ სხვაზე შარდის ფერი მუქი არის, ეს იმის რომ სხეულს აკრია წყალი ძალიან. ზოგადად შარდი იმ შემთხვევაში მუქდება, როცა სხეულში წყალი ძალიან ცოტა და თითქმის სხეულში შარდი ამოღება სითხისა და შარდი ძალიან მუქდება ხოლმე ეს შემთხვევებში. თუ შარის ფერი უკვე მღია ფერისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ რაოდენობით წყალია რა. წყლის მიღებაში ძალიან კარგი იდეა. თუ მაგალითად ხა ჩემზე საუბარი, მე მაგალითად დღის განმავლობაში 2.5 სუმცირე მაინც ვსვამ. აკონტროლებთ? არა, ეს რაღაცა ეხლა დაწყობილი კონდეს და ჩვევა ხო, ეს რაღაცა სულ მიგვიწევს სვამ ხოლმე, შვადღით სვამ საღამოს. და დილით წყლით დაწყება არის პრევენციის მიზნით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯანმრთელობისთვის, ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტია. აი ის ხალხი, ვინც ხომ ესე უდგება ხომ საკუთარ ჯანმრთელობას, ხო, ისინი ნაკლებად ეწევიან. ნაკლებად სვამენ. ნაკლებად მიყვებიან ცუდ წესებს. ნაკლებად ჭამენ ხოლმე ისე თქვა ზეთში და ტაფაში და რაღაცა კეთილ შემწვარებს ხოლმე. მაგიტომაც არის რომ მათში უფრო მეტია ჯანმრთელობის ინდექსიც. თუ ისინი ცალ წესებს. თუმცა არიცავენ, თუმცა წყლით იწყებენ. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ წყლით იწყებს ყოველ დილას. მინიმუმ 1 და მე რაც აკეთებს. მე ყველაფერს. ო, მაშინ აზრი. რა შეიცვალა? აბალანსებს და პროდუქტებს. ნუ, ხო, ალბათ მე აბალანს. ეხლა ეგ ხა დილით წყალი დავდიო და საღამოს მე ალკოჰოლი გადავკრა და მე მოვწიო კიდევაც, ეგ არ ამგონია სწორი ტაქტიკა იყოს. თუმცა ამის გარეშე ყოფნას ნამდვილია. თუმცა არის ბევრი ადამიანი, რომ ალკოჰოლსაც ღებულობს, თამბაქოსაც ეწევა, მე ვარჯიშობს კიდევაც და კი, ბიძაჩემიც იყო. ყველაფერი ერთად, ხო? კი, ბიძაჩემიც იყო ეს აი, ამ შემთხვევაში რა ხდება, როცა ყველაფერს ერთად აკეთებს? კი, მოგიყვებით, ბიძაჩემის მაგალითს მოგიყვებით, ბიძა იყოს, ისეთი რა ქვია, დაცვის უფროსი იყო რა, ეს ნავარჯიშები კაცი იყო, დიდი ძალიან, ისეთი ჯანღონით სავსე რო შემოდიდა ხოლმე ოთახში ეს ბიჭები ეგრე დამოდგებოდნენ ხოლმე ფეხს, იმიტომ რომ ისეთი ტიპი იყო რა, ეს აგრესიული, დაკუნთული და სვამდა დღეში 20 litrს. დღეში აი ესე შემოვიდოდა ხოლმე, შემოიტანდა, დადებდა და იმას თვითონ ჩაცვიდა ხოლმე. ამას ისე სვამდა და მე კიდე მაგიდაზე ცალკე. გარდაიცვალა. ღვიძლის ციროზი გამithარდა, ციროზის ფონზე საყლაპავის ვენების ვარიკოზი დაიმართა, მე გასკდა ეს ვარიკოზი და გარდაიცვალა სისხლში ჩაიქშო.
კარგი მაგაში არაფერია. ხო, ნუ რა ანუ მე საღამოს ვარჯიშობდა, მე დღისით სვამდა, აი ეს მე ვაბალანსებ, რომ მომნიჩვევა. საქართველოში ყველაზე მეტად რა ვიტამინების დეფიციტია ხომ ამ შემთხვევაში? გააჩნია საკუთრივ ჯგუფს. ეხა ბავშვების შემთხვევაში ძალიან ხშირია ხოლმე ვიტამინი B12-ის ნაკლებობა ბავშვებში. ძალიან ხშირია ვიტამინებს შორის B12. ასევე ეხა დიდებში, ვინც ოფისში მუშაობთ, D ვიტამინის ნაკლებობა. ეხა მაგალითად მე პრაქტიკულად 24-ში ვარ 4 კედელში. მზეს მე პრაქტიკულად ვერ ვხედავ. მე ვხედავ მხოლოდ როცა კარგად გავდივარ სიმნელეს. მეც ვერაფერს ამ მზემდე ჩემი თვალით, ეხა დიდი ხანია საკუთარ თვალით ნაკლებად მინახავს ხოლმე. იმიტომ რომ სულ ოთახში ვარ. ხო და D ვიტამინი გვაკლია კვეთრად რა. და შეიძლება თვითნებურად D ვიტამინის მიღება. ისეთ რა არის ეხა ბოლო პერიოდში D ვიტამინზე ისეთ რაღაცა კარგი წესები. ის ადრე მქონდა ეს D ვიტამინის შეხედულება, რომ აი ამდენზე ამას ვავსებით, ამდენზე ამას ვავსებით და ეხა ბევრი ნახავს ხოლმე ჩემს ვიდეოებს წინაწლებისას, რაც ამ რეკომენდაციებს ვიზრდეოდი ხოლმე და ეხა ბოლო პერიოდში D ვიტამინის ეს რეკომენდაციები რაც ადრე მქონდა, უკვე შეიცვალა. ეხლა უკვე ესე D ვიტამინის აქტიური კონტროლი აღარ ხდება საერთოდ. რა მოლოდინები გაქვთ მომავალში ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით? აუ, კარგი მოლოდინები მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ბევრ ამის უკეთესობისკენ შეცვლის. ერთი მხრივ ნახეთ, როცა პაციენტი მოსხომე განათლებული, ანუ ექიმს უკვე უფრო მეტი мотиваცია უჩნდება უკეთესი იყოს. იმიტომ რომ ახლა პაციენტს თუ ვერ აჯობებ ამ განათლებაში, პაციენტი უკვე ჭუსტად გიყურებს, ანუ რაღაცა ვერ ხარ მაგარი ექიმი. ანუ ამიტომ ეს ჩვენთვის კარგი გამოწვევა, რომ უფრო უკეთესები ვიყოთ. თქვენ ხმარობთ ხელოვნური? ყოველთვის 24 შვიცი. ხელოვნური ტექნიკის გარეშე დღეს ცხოვრება ჩემი აზრით არასწორია. ყველა უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მისგან შეიძლება დროის დაზოგვა, რესურსის დაზოგვა, დროის მოგება ბევრ ამაში. ეხლა მე მაგალითად ხელოვნურ ტექნიკას ვიყენებ ძალიან ბევრ ამაში. ეხლა ძირითადად მე ბევრ ამას ვასწავლი ხოლმე და როცა ვთქვათ ხდება ხოლმე რაღაცების შეფასება, ახლა გადაკონტროლებ ვთქვათ 500, 1000 სტუდენტი და ლექტორიც არ მოდროოთ ხო, მათი ნამუშევრები ხელოვნური ტექნიკით ძალიან ამატებს ამ ყველაფერს რა უცებ. ჩვენ წინა გადაცემაში ყოლდა ბატონი ზურამ ხეიძე, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინა ვერ შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანი დაეპყრობათ. ან ატომური ბომბი იმისთვის რა შეიქმნა, რომ მე ეს გადაქცეულიყო ადამიანის სასაცილებლად. ხელოვნური ინტელექტის ისტორიაც ზუსტად ესე იწყება, მოგულისხმობ იმას, რომ ხვალ შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი უნარო ადამიანი და ყველაფერზე ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მარტო ვკითხოთ და მივიღოთ პასუხები. ანუ შესაბამისად ადამიანი დღეს რასაც აკეთებს, ყველამდეს აღარ გააკეთებს. ხოლმე გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი. დავავალებთ ის შეასრულებს. ჩვენ შეიძლება სხვა რაღაცებით დავკავდეთ. მე ცოტა წინ ვიყურები და მე მინდოდა მეკითხა ის, რომ ეს ყველაფერი რას მოხდებს საბოლოო ჯამში. ის ვხედავ თქვენ? მე კიდევ პირიქით უფრო გამოსავალს უფრო ვხედავ, ხოლმე ეს დაახლოებით იგივეა, რომ აი ჩემი შეხედულებით აი მაგათ, ანუ არ იყო კალკულატორი და ხავს და წვალება ხო ანგარიში. დღეს კალკულატორის შექმნა ხომ ადამიანის ეს არ გამოიწია, რა ქვია, გონებრივი ნარჩევების შეზღუდვა. ჩვენ კალკულატორს ვიყენებთ ხოლმე, როცა რაღაცების ძალიან თული რაღაცების გამოხდა გვიწევს. რატო არ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ეს სიტუაციებში? რატო თქვა მასე უარი? არა ვთქვა თუ არის. არ უნდა ვთქვა, მაგრამ არც ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ მას. არ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ, ჩვენც უნდა გადმითარგმნოთ. ჩვენც უნდა გავთეთ მასთან ერთად. ბოლო კითხვა მინდა დავსვას ხოთაშორის ამ გადაცემის, როგორია თქვენთვის სიყვარული? გიორგისთვის, რას ნიშნავს სიყვარული თქვენთვის და ძალიან მაინტერესებს სამედიცინო ენაზე ამბობენ, რომ სიყვარული არის დაავადება, რომელიც განკურნად ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. სიყვარულის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ფიქრობ სიყვარული ყველა გჭირდება. სიყვარული მეორე ნახევარი ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის სიყვარული, შვილების, დების, ძმების, მშობლების. ჩვენ ცითად მაშინ ვიყვარდება, როცა ვკარგავთ ხოლმე. ცითად მაშინ ვიყვარდება ხოლმე. აი როცა ვკარგავთ, მე ვიყვარდება. და როცა ვკავს, მაშინ არა ვკავს და არა უშავს, სხვა რაღაცას უნდა გადავერთოთ. და როცა ვკარგავთ, აი მაშინ უკვე ხვდებით, რომ თურმე გვიყვარს და აი არ უნდა გვეკარგა. და რა მოტივაციას დავუტოვებდი ჩვენს მაყურებელს? ასე თქვით. 2026 მოდის. პირველი არის რომ აი სამ დღის ბოლოს მაინც ჩვენ სახში მედივართ ხო, ანუ აი თელი დღე ჩვენ მუშაობთ, თელი დღე ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და დღის ბოლოს ვართ უკვე ჩვენ თავთან დარჩენილები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენს ოჯახის წევრებს ძალიან დიდი პატივი ვცეთ. იმიტომ რომ აი როცა ჩვენ გვაქვს ჩვენი და ჩვენი ძმა, მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სიყვარული უნდა გავუზიაროთ რა, იმიტომ რომ მარადიული არაფერი არ არის. დრო ისე მალე გადის, რომ ერთ-ერთი დღე შეიძლება რომელიღაც წევრი უკვე აღარ გყავდეს. და უკვე მე დავიწყებთ ხოლმე მიყვარდა რაღაცა ფიქრებში წავალთ ხოლმე აი და ეს სამწუხაროა, აი მაშინ გავაკეთოთ. ასე რომ მე ვიტყოდი რომ მოდი ყოველდღე გამოვიყენოთ იმისთვის რომ ერთმანეთს ვაჩვენოთ როგორ ძალიან გვიყვარს. მე ამ ჩვენს მიცემდი, იმიტომ ეხლა მე ონკოლოგიაში მუშაობ და ჩემთან ძირითადად ის პაციენტები მოდიან, რომლებიც ძალიან მძიმე პაციენტები არიან და მათი ცხოვრების გადმოსახენა გამომდინარე ისინი წამოსაკეთებენ ყოველდღიურად. აი როცა უკვე ხვდებიან რომ აი
ძიმე მდგომარეობა აქვს, დაავადება უკვე პროგრესირებს, თვითონაც ხდებიან უკვე წონაში უკეთად რო იკლებიან ხოლმე, ყველაფერი როცა დეს და უკვე აღარაფერი აღარ გამოდის და უკვე ტერმინალური მდგომარეობა როცა მოდის ხოლმე, ყოველ დღეს იყენებენ ძალიან განსხვავებულად. უკვე წუთის ფასსაც კი სწავლობენ. თითოეული წუთის ფასი, აი როიცი უკვე ბევრი აღარ დარჩა და ყველა წუთს იყენებენ განსხვავებულად. ყველას მე განსხვავებული ხდებიან, გადაფასება ხდება. მაგრამ თუ მუშაობთ ერთი ხა სამსახურს არც კი ფიქრო რა სამსახური აგერ. ოჯახის წევრი ყავს და ოჯახის წევრს აჩვენებს იყავს როგორ უყვარს. ჩვენ აი როცა ესეთ მდგომარეობაში ვარდებით, მაშინ ვიწყებთ თუმა ყველაფერს დაფიქრებას და მანამდე არ ვცალია მუშაობთ. რას ვიზამ? ესეა ჩვენი ცხოვრება მოწყობილი. ძალიან სასიამოვნოა. და მრავალ ახალწლისა ეს არის. თქვენც ასევე და თქვენს მაყურებელსაც უსურვებ რომ ეს წელი ყოფილიყოს ძალიან ბედნიერი და რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს ჩვენებიც მაქსიმალურად რომ გავითვალისწინოთ. დიდი მადლობა. მეტი мотивაციას არ მოგიდგენთ კომპანია მეტი პლუს ჯგუფი.